მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. დღეს ჩვენ ვიმყოფებით მეოთხე განზომილებაში. მოგეხსენებათ, ჩემ გადაცემას ავტორს ქვია მეოთხე განზომილება. და ეს არის ხიდი, როგორც მოგეხსენებათ, ვინც კი გვიყურებს უკვე იცით, მესამე და მეხუთე განზომილებებს შორის. როგორც ჩემმა სტუმარმა, მალხაზ გოლუკაშვილმა მოგვახსენა, ჯერ კიდევ ადრე, ჩვენ უკვე ვიმყოფებით მეოთხე განზომილებაში, ანუ ვდგევართ ამ ხიდზე. და წელს არის საოცარი წელიწადი, მოდის უფრო სწორად საოცარი წელიწადი, როდესაც ჩვენ უნდა გადავიდეთ მეხუთე განზომილებაში. და შემთხვევითი არ არის, რომ ეს ემთხვევა ცხენის სიმბოლოს. ცხენი ეს არის ის ცხოველი, ანუ ის ესე ვთქვათ სიმბოლიკა, რომელსაც გადაყავს ადამიანები ქვესკნელში ან ზეცაში. ანუ დღეს ჩვენ ვართ მესამე განზომილებაში, ჯერ კიდევ ნაწილობრივ, უკვე ეხლა ვინც აქ მიყურებთ ვართ მეოთხე განზომილებაში და ჩვენი არჩევანია ამ ცხენს საით გავაჭენებთ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. გადაგვიყვანს ის ზეცაში თუ ჩაგვიყვანს სამუდამოდ ქვესკნელში. ანუ რას უზამ ჩვენს ცნობიერებას, ფსიქიკას და ჩვენ სულს ჩავქვესკნელდებით და დავრჩებით მესამე მატერიალურ განზომილებაში. ვიქნებით ისევ მონები ოქროსა და ფულისა და უფრო სწორად ოქრო დღეს მწვანე ფერმა შეცვალა, ანუ დოლარებმა, თუ გავიზრდებით სულიერად, ფსიქოლოგიურად, შინაგანად და დავიმკვიდრებთ ჩვენს ადგილს მეხუთე განზომილებაში, ჯერჯერობით მეხუთეში. შემდეგ უკვე ნახოთ საწავეყვა ჩვენი. თან ცეცხლოვანი წელია. საინტერესო ის არის, რომ ნაწინასწარმეტყველებია, რომ ცეცხლით იქნება განწმენდა. ესეც სიმბოლურად ემთხვევა ერთმანეთს. რა თქმა უნდა, და აი ალით. და თან დაჩქარების სიმბოლოც არის ცეცხლი. რომ ეს იქნება ქმედების სიმბოლო, ქმედების წელიწადი და აი აქ მინდა გითხრათ, რომ მე უსმინე ძალიან ყურადღების სხვადასხვა ასტროლოგებს, სხვადასხვა ვარსკვლავ მრიცხველებს კარგი გაგებით და ისინი მომფრთხილებენ, რომ ვინც არ წავა წინ, ის დაისჯება და ჩავარდება უკან. ანუ ნახეთ, ჩვენ თუ ვდგევართ ახლა ხიდზე, მეოთხე განზომილებაში ვართ, აი ეს ჩვენი სავალი გზა არის ცოტა დაქანებული. პატარა აღმართი გველის წინ და თუ არ დავძლიეთ რაღაც ძალისხმევით ეს აღმართი, მეხუთეში ვერ გადავალთ და ჩავსურდებით ისევ მესამეში. მესამეში ჩვენ ხვდება აგრესია, აი ის რაც დღეს ხდება ჩვენ გარშემო, აი ეს ბოროტება, რომელმაც კაცობრიობა საკმაოდ მორიახელი და ვერ დავახცევ თავს იქიდან. მიივედია რომ მე და ჩემი მეგობრები და ჩემი თანამოაზრეები და თქვენს ჩემი მსმენელები, ვინც მოყვებით, გადავლახავთ ამაზე, სულ მალე აღმოჩნდებით უკვე აი იმ მეხუთე ანუ სუფთა განზომილებაში. რაზეც კალბეტონი მალია ცოტა მოგვიანებით ძალიან მალია ეს. პრაქტიკულად 2 კვირა ახალწლამდე დაგვრჩა დრო ხიდიდან შემოდის კი ბატონო. აი ეს ცეცხლოვანი ცხენი და მე მინდა ერთი ძალიან სასიხარულო ინფორმაცია გაგიჟღეროთ. მე საერთოდ ვარ იუნგის სკოლის წარმომადგენელი ფსიქოლოგიურის და ყოველთვის ვითვალისწინებ ხოლმე მის სიმბოლურ რჩევებს, ესე ვთქვათ. მის სიმბოლიზმს. და იუნგის მიხედვით, ცხენი საერთოდ ეს არის ქვეცნობიერის სიმბოლო. და ნახეთ, რა დროში ვცხოვრობთ. დღეს მოვიდა ლაზარეს აღდგინების დრო. ანუ გაღვიძების. რას ნიშნავს ეს? მარტო ქართული ენის დაბრუნებას არა. ეს ნიშნავს ქართული გენის გაღვიძებას. და დამეთანხმებით, რამდენი ნიჭიერი ბავშვი მოდის, საოცარი თაობა მოდის ახლა, განსაკუთრებით პატარები. და ეს არის გენის აფეთქება. რასაც ზუსტად აი ეს ცეცხლოვანი ცხენი კიდევ უფრო დააშქარებს და მინდა ესეთი რამ გითხრათ. ძალიან საინტერესო რამ არის, რომ სწორედ იუნგს აქვს ქვეცნობიერზე საუბარი როცა აქვს და ამბობს, რომ ქვეცნობიერის სიმბოლიკა არის, ანუ ქვეცნობიერის გამოღვიძება მოხდება. აქ არის საუბარი მის საყვარელ ცნებაზე, ეროვნულ ქვეცნობიერზე, არა მარტო ინდივიდუალურზე. ანუ ინდივიდუალურად ადამიანები უნდა მივედოთ ჩვენ ინტუიციას. ძალიან ბევრი პორტალი არის ახლა გახსნილი, ანუ ზეციური არხები, ბევრი ინფორმაცია მოდის, ბევრ ადამიანს გაიხსნა აი ეს წვდომა კოსმიურ, ასტრალურ, ანუ ღვთაებრივ ინფორმაციასთან. ოღონდ ფრთხილად უნდა ვიყვეთ, გავარჩიოთ საიდან მოდის და რა ძალებთან გვაქვს საქმე. იმიტომ რომ ყველა ძალა არ არის დადებითი მოგეხსენებათ. და ერის ქვეცნობიერმა უნდა გაიღვიძოს.
და უნდა ჩაირთოს პროგრამა. სამყაროს აქვს საოცარი კანონები და მისი კანონით არის ერთ-ერთი პროგრამა, თვით გადარჩენის პროგრამა. და ესე ჟღერს ეს კანონი, რომ თუ კი ცოცხალ სისტემას ემუქრება განადგურება, მაშინ იმის მიერ ხდება ყველანაირი თვით გადარჩენის მექანიზმის ჩართვა. და ის ინარჩუნებს თავის სიცოცხლის უნარიანობას. სწორედ ეს უნდა ჩაირთოს ეხლა ჩვენ ერში. და ჩვენ გენეტიკურ კოდში ეს არის ძალიან კარგად ჩადებული. ამის მტკიცებულება არის ის კვლევები, რომლებიც ეხლახან ჩატარდა დანიელი მეცნიერების მიერ, სადაც მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. ეს არის ის ჯგუფი, რომელიც იკვლევს DNM-ს, სხვადასხვა ერების DNM-ს. და იცით, რომ ეს კვლევები ახლა ფართედ არის მიღებული და არის დიდი ამბავი, იკვლევენ რომელ ერს როგორი გენეტიკური კოდი აქვს. და DNM-ით ხდება ამის გამორკვევა. და გაირკვა, რომ ქართული DNM-ი არის ლამის ყველაზე ძველი და ის, რასაც მათ მიაგნეს, მოდის ნეოლითის დროიდან. უბრალოდ იმის იქიწვდომა აღარ აქვს, იმიტომ რომ არ აქვს მასალა რა შეადარონ. და ნეოლითი არის ყველაზე ძველი ხელმისაწვდომი. და აღმოჩნდა, რომ ჩვენი მამაკაცების DNM-ში შემონახულია აი მაშინდელი ჩადებული კოდები. და ისინი დღესაც მუშაობს. და ამ მხრივ თვითონ ეს კვლევარები აღნიშნავენ, რომ არის გასაოცრად მდიდარი ამითი სვანეთი. ანუ სვან მამაკაც აქვს შემონახული ყველაზე მეტად 80%-ს აღწევს. აი ეს სისუფთავე ამ გენეტიკისა. ანუ DNM-ის სისუფთავე. ასევე ქალებზეც ჩატარდა კვლევა. ქალები აღმოჩნდა, რომ არანაკლებ ძველები არიან და მათაც აქვს ჩადებული სწორედ 0% არ იყო იქ მოცემული, სწორედ ეს თვით გადარჩენის კოდები. და წელს უნდა ავამუშაოთ სწორედ ეს კოდები. ეს არის ის წელიწადი, როცა ჩვენ ხელში არის ჩვენი ბედი, ჩვენი ერის ბედი. აქ არ არის ლაპარაკი საქართველოზე როგორც ტერიტორიაზე, ეს ცალკეთებაა, აქ არის ლაპარაკი ქართველი ერის გადარჩენაზე. ანუ ჩვენი გენოფონდის გადარჩენაზე, რაზეც მე და ქალბატონი მარინა და კიდე არაერთი ადამიანი, ვისაც აინტერესებს ეს თემა, დიდი ხანია ვიბრძვით და ვიღწვით, ესე ვთქვათ. ყველა ფრონტზე მინდა გითხრა და ალბათ ბევრს ახსოვს ეს ყველაფერი. და აი ამ კვლევარებმა საქართველოს და ქართველ ერს უწოდეს, უბრალოდ ქართველ ერს უწოდეს გენოფონდის ცოცხალი მუზეუმი. წარმოიდგინეთ, ეს არ არის ქართველების მიერ ჩატარებული კვლევა და არც ვიღაცა კერძო პირების მიერ. ეს არის საერთაშორისო. ასე რომ ჩვენ როცა ვამაყობთ და ვამბობთ, რომ მე ქართველი ვარ და მე ამაყი ვარ ამითი, ჩვენ არაფერს არ ვაზვიადებთ მეგობრებო. და მაგრამ უნდა გაუფრთხილდეთ ამას. იმიტომაც არის, რომ ხდება ესეთი დიდი ზეწოლა ჩვენზე გარედან თუ შიგნიდან. იმიტომ უნდა მტერს ჩვენი გენეტიკური კოდის შეცვლა, აღრევა. მე მოგახსენებდით ხოლმე თქვენ, რომ ეს აზრების მეშვეობით ხდება, მე კი არა თვითონ ისინი ამბობენ, ასევე ხდება მატერიალურ დონეზეც, სხვადასხვა ერებთან ჩვენი შეზავებით, რაც სამწუხაროდ ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს. და მე მინდა კიდევ ერთი რამ გითხრათ, რომ იცით, აი ის რაც ბრძოლა, ჩვენ ქართველები ვართ მებრძოლები, მაგრამ არა თავდამსხმელები. ჩვენი ისტორია არის თავდაცვა. ჩვენ მოვყუჩდით აი ამ კავკასიის მთებში, დავიბუდეთ, დავიწყეთ მიწათმოქმედება, დავიწყეთ მშვიდი ცხოვრება და მთელი ჩვენი ისტორია არის, რომ ვიღაცა მოდის, ვიღაცას უნდა ამის წარდგება, არა მარტო ტერიტორიის, არამედ თურმე გენეტიკაში ყოფილა საქმე. ვიღაცას ძალიან ჭირდება ჩვენი DNM-ი. სხვათა შორის იგივე საბჭოთა კავშირის დროს გახსოვთ, როგორი ხელშეწყობა იყო იმისა, რომ ქართველ კაცებს გასულიყვნენ და გაემრავლებიათ სლავური ერების გენოფონდი. და კარგადაც გამოსდიოდა და უფრო წინარე ისტორია ვიცით, თურქ-სელჯუკები ირანი იტაცებდნენ ქართველ ქალებს იმისთვის, რომ მათ ყოლოდათ ჭკვიანი შთამომავლობა, შახაბასსაც კი ქართველი დედა ყავდა. და ლამაზები ჭირდებოდა, იმიტომ რომ ულამაზესი ჩვენი გენეტიკა ატარებს ულამაზესი ერის სახელს.
აი რაში ყოფილა საქმე, ჩვენი გენი ჭირდებოდა, მაგრამ თქვათ იგივე შახაბაზი და მაჰმადიანები აკეთებდნენ ამას ძალით, პირდაპირ ძალით, შემოტევით. და საბჭოთა კავშირისათვის ეს ხდებოდა ნებაყოფლობით. გადიოდნენ, გულაობდნენ, ბრალდებოდნენ და ასე შემდეგ. და იმისათვის, რომ ჩვენ ტერიტორიაზე ეს ყველაფერი შენარჩუნდეს, რომ შენარჩუნდეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ღირებულება, ჩვენი სარწმუნოება, ამისათვის ჩვენ მხოლოდ აი ამ ყვირილით, პროტესტით, ამით ვერაფერს ვერ ვიცავთ. ნაწილობრივ, რა თქმა უნდა, გამოთქვამ ჩვენ მას, მაგრამ არის უფრო სერიოზული ძალა. ეს არის პოზიტივი, ეს არის თხოვნა. ეს არის გამოუყენებელი უზარმაზარი პოტენციალი საოცარი ენერგეტიკული ადგილებისა, საიდანაც პირდაპირ ღმერთთან მიდის ინფორმაცია. და ჩვენ გვაქვს ალბათო მარინა იმის მაგალითი, როგორ გავაჩერეთ 2-3 წლის წინ ტაიფუნი დანიელი. სულ 300 ადამიანის შესვლით გონიოში მატატას სასაფლაოზე. როცა აჭარას ავარიდეთ ნაწინასწარმეტყველები და არაერთი წინასწარმეტყველის მიერ უბედურება, ანუ ტაიფუნი, რომელიც მოდიოდა ზღვიდან. და ამის მოსწრეები არიან ადამიანები, ეს ვიცი ჩვენი უახლესი ისტორია. რაც არ უნდა გაეცინოს ვიღაცას, ეს იყო დამერწმუნეთ მეგობრებო. იცით, ჩაგირთვებით სამომის დროს იაპონიას მიადგა ამერიკის ფლოტილია. და შებრძოლებოდნენ მათ. პირველ დღეს იკითხა, რას აკეთებენო, ემზადებიანო ბრძოლისთვისო მთავარსარდალმა ამერიკელმა. არაო, ტაძრებში ლოცულობენო. მეორე დღეს ახლა რას აკეთებენო? ეხლაო გამოვიდნენ და ყველა მამაკაცი ლოცულობსო და მესამე დღე უკვე მისცეს გარკვეული ვადა, რომ ამ დროს რაღაცა ულტიმატუმს არ შეასრულებთ, ჩვენ მოკლედ ამას დაგიპყრობთ და დაგჭირთ ძალიანო. და მესამე დღეს რას აკეთებენო და დედიან შვილიანათო, დედაწოლიანათო როგორც იტყვიან, სულ ყველა გამოსულია და მუხლებზეა დამხობილი და ლოცულობსო. იცით რა მოხდა მაშინ, ეს ცნობილი ფაქტია. ერთადერთი დიდი ტალღა წარმოიშვა და ფლოტი მთლიანად განადგურდა. ეს არის ცნობილი ფაქტი, ეს არის ლოცვის ძალა და მადლი. სხვათა შორის აქვე მინდა გავიხსენო უახლოესი ისტორია, როცა იწყებოდა კოვიდი, პანდემია. ტიბეტელებმა გამოიყვანეს ბავშვები საბავშვო ბაღებიდან, სკოლებიდან და უმაღლესებიდან, გამოიყვანეს მოედნებზე, ქალაქებში და სოფლებში და აღავლინეს ლოცვა. ზუსტად აი მომენტი იყო და ტიბეტის სრულიად ჩინეთში რა ხდებოდა ვიცით, მთელ მსოფლიოში რა ხდებოდა და ტიბეტი სრულიად გადაურჩა. ერთი შემთხვევა არ ყოფილა ტიბეტში და არანაირი ინფორმაცია არ არის. აქ საქართველოში ჩვენ ვიცით, რომ ყველა ეკლესია მოქმედებდა ამ ლოკდაუნის პერიოდში, ხო? და მინდა გითხრათ, რომ პრაქტიკულად ზიარებას იღებდნენ ერთი კოვზიდან, მაგრამ კლასტერი რო იყო მოდაში დაიძახდნენ, ეკლესიის კლასტერი არ ყოფილა. გადარჩა მთლიანად ყველა ის ადამიანი, ვინც ეზიარებოდა და იქ არავინ არ დაავადებულა და არავის არაფერი არ გადადებია. აი ეს ჩვენ შეგახსენეთ უბრალოდ ის, რა ჩვენ შეგვიძლია რომ გავაკეთოთ და ჩვენ გვაქვს ისეთი ადგილები, როგორც აი მატატას საფლავი, თუ ჩამბრძანდებით გონიოში, გონიო გადარჩება. აფხაზეთში ვინც ახართ, სიმონ ყანანელის საფლავი არის თქვენთან, იქ რომ იბრძანდეთ და მას თხოვოთ. აგერ ზუგდიდში კვარტია ღვთისმშობლის ბერანგი, აგერ იმაში სვეტიცხოველი კვარტია და კიდევ უამრავი პატარ-პატარა სალოცავები. ყველას გაქვთ, სადღაც სოფლებში არის უამრავი პატარ-პატარა ძველი სალოცავი, სადაც შეგიძლიათ მიხვიდეთ და ილოცოთ. ვისაც ლოცვა არ შეგიძლიათ, ან არ იცით, არის ესეთი ხალხიც, უბრალოდ მიდით და თხოვეთ. შევატყობინოთ მათ, რომ ჩვენ გასაჭირში ვართ. შევატყობინოთ, რომ რთული პერიოდი უდგას არა მარტო საქართველოს, არამედ კაცობრიობას. და ნუ გონიოს ადგილის ზალა ჩვენ თვითონ ვიცით და რამდენი ეს არის ახლა მithქმა მოთქმა ამ ადგილზე და მოდით მის ფარველ შევატყობინოთ, რომ გჭირდება დახმარება. კარგად დაიწყეთ გონიოზე, იმიტომ რომ გონიო თავისთავად კავკასია რატო არის დიდი, რატო წარმოვიდა აქედან, თუნდაც ის გენეტიკური პირველი უძველესი ადამიანი
ეხლა აღიარეს ხორბალი, ასევე ვიცით ყურძნის ჯიშები და ასე შემდეგ ფოლადი, ანუ გონი. ჩვენ ვიცით მამაოს ხო ვამატებთ არა და უკვე სხვა დედა უკვე სხვა განზომილებაა, სხვა სახელია ხო, ჩვეულებრივ მამა და დედა ხო არ არის ოს რომ ვამატებთ. ეს ხო არის. ხო? ანუ უფლის დაშვებით ხდება ეს და ზუსტად ეს არის თვითონ ღვთის მშობელი. ყველაფერი ამისი არის კავკასიონი და ყველაზე დიდი სიონი ვიცით თუ სიონი ღვთისმშობელია და ყველაზე დიდი სიონი სად არის დედამიწაზე? კავკასიონია. ყველაზე დიდი სიონი და რამდენ ჩვენმა წინაპრებმა ეს კარგად იცოდნენ და მოკლედ უმრავი სალოცავი გვაქვს კავკასიის თებში, თებთან და ასე შემდეგ. აი, შენ მარინა ვიბრაციებში არკვევი ჩემზე განცილებით უკეთეს. ძალიან საინტერესო თემაა თავისთავად. ეხლა რა არის ვიბრაცია? ყველაფერი ვიბრაცია, მოკლედ ჩვენ ამაზე ბევრჯერ ვილაპარაკეთ, რომ ვსაუბრობთ ვიბრირებს, ფერი ვიბრაცია, სურნელი ვიბრაცია, ყველაფერი ვიბრირებს. და ჩვენ ვიცით, რომ მე ადრე ვლაპარაკობდი, რომ ყველა ემოციას აქვს თავისი ვიბრაციები. აი ზუსტად ამიტომ გადავრჩეთ, ვილოცოთ, რა გავაკეთოთ, ვამბობთ. აი ახლა ბოლოს, რა თქმა უნდა, მაგნიტური ველი, რომელიც არ ყავს დედამიწაზე, ჩვენ თვითონაც ჩვენი ველი ხო გაგვაჩნია აურას რო ეძახიან, ხო? ესეც ვიბრირებს, რა თქმა უნდა და ამ ვიბრაციას ეს ვიბრაცია იზომება. აი როგორც სიცხეს ვიზომავთ და უშუალოდ წონით, ლიტრავით, ხო,ლიტრით, ხო? ასევე შაუმანი შკალით იზომება და მე ჩემ გვერდზე თითქმის ხშირად ვდებ ხოლმე თუ ეს ვიბრირება რა ფორმებს ქმნის ხოლმე. სასწაული დაიწყო, მინდა გითხრათ, ზუსტად მთავარანგელოზობას ხომ მოყვება 19-ში, 21-ში მთავარანგელოზობაა და მე ნოემბერზე ვლაპარაკობ, გიორგობა მოყვება. აი ამ პერიოდში შანდლის გამოსახულება მიიღო ვიბრაციამ. ხო, იმიტომ რომ ფერში შეიძლება, ხო, მე რომ ვიბრირებს ის ფერს იძლევა. აი თუ გინახიათ მუსიკალური ნაწარმოები, ფერში როგორ შეიძლება გადავიდეს, ხო? აი თუნდაც ნახეთ, სფერით, სურნელს სფერით იცნობებ ხოლმე. ნახეთ, ეს სურნელია კი არა, ცისფერია, ვარდისფერია და ასე ცივია, აი ესე გრილია, ამის მიხედვით არის ხოლმე. და ძალიან ცოტა ხანში გამოისახა სხვა რამ. ძალიან დავინტერესდი რა იყო დავაკვირდი. ძველი ასომთავრული დ. აი ესეთი რგვალი ამ დედამიწა და აი ესეთი ხაზი ხო აგასმული. ასევე იყო ქვევით. დ რას ნიშნავს? და არის ჯერეთი კავშირი. მეორე არის დასაწყისის და დასასრულის, ხო ასეა? და ზუსტად ეხლა ჩვენ ვართ იმ პერიოდში, რასაც ქვია დასაწყისი და დასასრული. აი თქვენ ხო ამბობდით აი ესე ხდება, ეხლა ცეცხლის წელიწადია. და რაღაცნაირად ესენი ერთმანეთს ეთანხმება. აი დედამიწის ვიბრაციებზე რომ ვლაპარაკობ, ჩაუმანი შკალით ხერხების მიხედვით 7.6 იყო ნორმა დედამიწის. და აი უკვე აიწია თანდათან, როცა ჩვენ მესამედან დავიწყეთ მეოთხეში გადასვლა, დედამიწის ვიბრაციების ხერხები თანდათან გაიზარდა. და რამოდენიმე წლის წინ, სხვა შორის ესეთი ის მქონდა რაღაცა, უცებ რომ მიხვდები ადამიანი მუზასავით 154,000 გადარჩება, ვიბრაციებზე ხომ არ არის ლაპარაკი, მეთქი, იმიტომ რომ შევეხე, მე ხო ფსიქოთერაპევტი ვარ და რა თქმა უნდა ემოციებზე მუშაობ და ეს ემოციას გააჩნიათ ამისი ვიბრაციები. და ეს დავაკავშირე ერთმანეთთან და ვინ გადარჩება, ესე იგი. ამას გეტყვით მერე. და ეხლა მინდა გითხრათ, რომ დედამიწის ვიბრაცია ერთი კვირის წინ აი დრო გამოისახა იმის მერე მთლიანად ალისფერი გახდა. ნახეთ, ცხენის წელიწადი ალი, ცხენი ცეცხლით გაწმენდა, ალით გაწმენდა, ხო? ალისფერი გახდა და 100 ჰერცი იყო და გუში 100-ზე მეტი, 140-მდე ავიდა. ანუ ხო, უკვე ავიდა და რა ხდება? როგორ ვძნობთ ჩვენ თავს? ეს როგორ მოქმედებს ჩვენზე? ადამიანებს აქვს თავის ტკივილის შეგრძნება, შეიძლება წნევა, წვილი და შქუილი ყურებში, მთელი ოკეანე შეიძლება ესმოდეთ. აი როგორი შეგრძნება აქვს, იცით? აი შინაგანი კანკალის შეგრძნება, თითქოს შეამცივნა. დაახლოებით ესეთი შეგრძნება, გულისრევის შეგრძნება, ანუ
ფიზიკურად ადამიანები გზნობენ თავს და სიმძიმის კუნთების სიმძიმე კი სახსრების ტკივილი და ასე შემდეგ. ეხლა რა ხდება? როგორც ამბობენ მეცნიერები უკვე ხდება ადამიანის ფიზიკური სხეულის შეცვლაც. ნახეთ რადიოლოგიური სხეულის მაგალითად კრისტალდება ჩვენი სხეული, იმიტომ რომ ის ენერგიები, რომელიც მოდის ის ენერგია ადამიანმა გაუწოს. ეხლა რა ხდება? დაიღუპება ჯოჯოხეთში. უბრალოდ ის არ მიეცემა იმ ადამიანებს ის შეგრძნებები, ვინც არ გაიზრდება სულიერად და მატერიალურიდან არ ამოვა. ძალიან ბევრი ბრაზია გაბრაზებულია მთელი საქართველო, მე მგონი. ყველაზე გაბრაზებული სოფლიო, რა თქმა უნდა, და ეს მოსალოდნელია. და სულ ფიქრობდი, რომ რატო არის ამდენი ბრაზი? აი, დარბიან. კი, მესმის ადამიანს გამოხატვის უნარი უფლება აქვს, მესმის მათი წინააღმდეგობის, მეც რაღაცაში ვიღაცას ვეწინააღმდეგი, მაგრამ როგორ გამოვხატავ? ეხლა ამაზე ვლაპარაკობ მე. ბილწის სიტყვები, უშვერი მიმართვები, უზნეო ქცევა, ხო, როცა ვეჭქვებით ადამიანს გავბრაზდი დაუშვა და შემიძლია გითხრა გავბრაზდი და ეხლა რატოც შეიძლება ხმას აუწიო, მაგრამ რა სიტყვებს ვიყენებ, როგორ ვიქცევი, ვანგრევ თუ არა, ეხლა ვნახეთ სოფლიოს სხვა ქვეყანაში რაღაცა დემონსტრაციის დროს წავენ და არის ერთი ამბავი და მოკლედ დესტრუქციული, ხო. და ეხლა რა შეა საქმე? რატო ამდენი და ახლა? აი ნახეთ, თუ კი რაიმე ნეგატივია ყველაფერი ზევით უნდა წამოვიდეს, რომ ალმა როვიწადეს იმან უნდა გაანადგუროს. აი დაახლოებით ეს როგორ გამოიყურება, იცით, როდესაც ჩვენ სადილს ვაკეთებთ და ხორცს ვხარშავთ. აი ქაფი, რა მოაქვს იმ ქაფს? როგორი წმინდება ბულიონი, ამას ძალიან მარტივად გიხსნით. აი ეს ხომ მოიქაფოს, არა? ზუსტად ეს მდგომარეობა ეხლა. რა გადაგვარჩენს ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, ეხლა რაც შეეხება ცხენის წელიწადი რომ შემოდის, გამოდის ეს 17-დან შემოდის, ხო, როგორც ვიცი და ეხლა ნახეთ რა ხდება. ეს იყო ცხრიანი წელიწადი, 2025 იყო ცხრიანი წელიწადი, განჯის წელიწადი, კარმიული წელიწადი და 1 იანვარს 1 იანვარი 1-1-ია, ხო? და წელიც 1-ია ხალხო. ნუ ნახეთ 3 ერთიანი, ანუ საწყისი. ღმ 1-ია. იმის დრო მოვიდა. ანუ სიკეთის დრო მოვიდა. როგორ დავეწიო, ხა როგორ ავყვე ამ ვიბრაციას 100 რო არის და 154 რო არის. როგორ გადავრჩე? ნახე, უნდა გადავრჩე. რა არის ყველაზე ძლიერი? როგორ უნდა მოვახერხო ეს? მადლიერება. 150 ვიბრაცია არის. მადლიერება, ხალხო, უპირობო მიღება, პატიება, მონანიება, ნახეთ, რასაც ჩვენ ქრისტიანული ეკლესია გვეუბნება და ლოცვა. ვის დაუშვათ ლოცვის წინააღმდეგია მედიტაციაც ლოცვა. ანუ საკუთარ თავში მედიტაცია ამ შემთხვევაში არ გულისხმობ მე რაღაც ესეც, ანუ ჩაღრმავება საკუთარ თავში, ჩაძირვა, საკუთარ მესთან საუბარი. ახლა თქვენ ლაპარაკობდით დნმ-ის კვლევაზე, რომელიც გამოისახა, ხო? თვითონ დნმ-საც გააჩნია კვანტური ველი. და ზუსტად ეს კვანტური ველი არის თვით ადამიანი, რომელსაც აქვს კავშირი ჩვენ ტვინთან, რომელიც არის კომპიუტერი და რომელიც ბიოლოგიური კომპიუტერი, რომელიც მართავს, აი ზუსტად იუნგი რო ლაპარაკობდა არაცნობიერზე, კოლექტივს, ზუსტად იგდებს ის სიმბოლიკა. იმის ამ ჩვენ კვანტურ მაგნიტურობას შეხა კვანტური რატო უსადენოა და გამფენილია მთლიანად. წარმოგიდგენიათ და აი ზუსტად ეს ჩვენი ტვინი მე უკავშირდება რა თქმა უნდა სენსორებს, ჩვენს ორგანოებს და ის მართავს ამ ყველაფერს, მაგრამ პრაქტიკულად მე არის ჩვენი დნმ-ის კვანტური ველი, რომელიც თვით ადამიანი არის და ადამიანს მთლიანად შეუძლია თქვენ თვით განკურნებაზე და ზევიცვლაზე, თვით განვითარებაზე. ნახე, холод თავისი თავისუფალი ნებით მას შეუძლია თავისი დნმ შეცვალოს. აი ეს უდრთული საკითხია. ხო, ანუ თავისუფალი ნებით. მაგრამ თვითონ უნდა ანუ როგორ, ესე იგი მე მაქვს სურვილი გავიზარდო. რა არის გაზრდა? სიყვარული.
არაჩვეულებრივია სიყვარულია ყველაზე მეტი გაზდა, ყველაფრის მკურნალია და აი პირდაპირ მეკითხებ რა გავაკეთოთ? 3 რამე ძილის წინ. პირველი, უთხრათ მადლობა უფალს, რაც მაქვს, რაც არა მაქვს, ჩემი შვილების სიკეთისთვის, ახლობლების სიკეთისთვის, მათზეც ვილოცოთ და მადლობა გადაუხადოთ. შემდეგ მეორე, ვთხოვოთ პატიება. ნებსი თუ უნებლიეთ ჩადენილი ცოდვისა და დღევანდელ დღეს მე რა ვინმეს იქნება ვაწენინა, ვინმე მაწენინა. ესეც რომ მაწენინა, ესე იგი დავებსახურე ხო რომ მაწენინა და აქ ჩემი ესე გამყენებულად ხო არის მაწენინა. ხო? ამაზე მონანიება ჩვენ შეგვიძლია ჩვენ წინაპრებზეც შევთხოვოთ ეს, ჩვენ მომავალ თაობებზეც შევთხოვოთ ეს და მესამე რომ ჯანსაღი და ჯანმრთელი და ბედნიერი და მშვიდობიანი დილა გაგვიტენდეს ჩვენ და ჩვენს ახლობელს. აი 3 რამ ძილის წინ. ეს ყველაფერია ჩამოთვალე მამაო ჩვენებში ძალიან მოკლედ. რა თქმა უნდა, აი ეს ყველაფერი, მაგრამ ნახე, ვერ ვთქვი ეს მამაო ჩვენო. ხო, ვერ ვთქვი. აი ასე ჩემი სიტყვებით, უშუალოდ კონკრეტულად და რაც მთავარია, ჩვენი იდენტობა არის ჩვენი ერი. ჩვენი ქართველობა არის ჩვენი იდენტობა. ამიტომ ნახეთ მე თავისეუნებურად როდესაც მინდა ლოცვა დავიწყო, ვერ ვიწყებ საკუთარი თავით და ჩემი ოჯახის წევრებით. აი ერის გარეშე ჩემი ოჯახის წევრები და მე არ ვართ. მე ვარ ერში და ერი ჩემშია. როგორც სამყაროა ჩემში და მე ვარ სამყაროში, როგორც უჯრედია ჩემში და მე ვარ უჯრედში. როგორც რა თქმა უნდა, ღმერთში პირდაპირ გითხრა იესო, მე ვარ მამაში, მამაა ჩემში. პირდაპირ გითხრა ამის შესახებ. ხალხო, ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი სამყარო ვართ. აი ჩემი გადაწყვეტილება თქვენ რაც თქვით. მე დავრჩე მატერიალურ დონეზე, ანუ ფიზიკურ დონეზე, შეგრძნებების დონეზე რა არის მატერია, ხო, მატერიალური, ხო, ამ ბოლო დროს ძალიან წინ წამოწეულია ეს მატერიალური ჭალებში კეთილ კუჭის დონეზე. ხო, კუჭური აზროვნება ნოვაცია ერთ-ერთ ფილმში მქონდა ესეთი ლოზუნგი 90-იან წლებში და ნოვაცია გახდა მოკლედ კუჭური აზროვნება და არა, ეხლა სულიერების დრო შემოდის. ნახეთ, მადლიერება რა არის სულიერება? გასდა სიყვარულია, უპირობო მიმღებლობა. აი სულ დამნაშავეს ეძებენ ამის გამოვარესი, აი დედაჩემა ეს რომ იქნა ბავშვობაში ეხლა ძალიან მოდაში შემოვიდა რომ დედა და მშობელი დამნაშავეა თვითონ რამე თუ არ გამოსდის. ხო, ეს ბავშვობის ასაკიდან ვერ გამოდის. არა ხალხო, როგორც კი იწებ საკუთარი თავის სიყვარულს ნიშნავს რომ შენ გიყვარს ღმერთი შენში და თუ ლანძღავს საკუთარ თავს ლანძღავ ღმერთ შენში და სამყაროს. ის დრო მოვიდა, აი კარგი თემა წამოიწყე, ახლა შენ ცოტა ვრცელია მე ვისაუბროს პატოს დაჭრილებით. ქართულ ენაში მე ბევრ ენაში ვეძებე, მსგავსი ზმნა არ არსებობს. ანუ მოქმედება, რომელშიც არავინ დამნაშავე არ არის. შემომეჭამა, შემომელაპა, შემომეზარდა. ანუ გაძლევს უფლებას ქართული ენა გაძლევს უფლებას რომ შენ დამნაშავე არისო. გარიგებს ჭუას რომ არისო, არ შენ დამნაშავე და არ წყვა დამნაშავე. მაგრამ ეხლა მოვიდა ის დრო, როცა ზუსტად ყველა ჩვენთაგანმა თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღო ჩვენ თავზე და გამოვასწოროთ ის შეცდომები. აი, იმიტომ დავიწყე ამაზე ლაპარაკი. ზუსტად ეგ მინდოდა მე. აი, პასუხისმგებლობა ავიღო ჩემი ერის გადარჩენაზე მე ავიღო პასუხი. ჩემი ნაციის გადარჩენაზე, იმიტომ რომ მე ვარ სახე ამ ნაციის. მე ავიღო ეს პასუხისმგებლობა. ის კი არა ის ვიღაცა ქუჩაში დგას, ის ილანძღება, ის პატრიოტია, ეს არ არის. ამით კი არა, ანუ ვახსერი თანავახსერის მახსენდება, ეს ვინ ვარტალია. ხო, არ ვიცით, ხალხო, თითოეულ ადამიანს აქვს თავისი სიმართლე, ეს არის იმიტომ დაობს, რომ მას თავისი სუბიექტური სიმართლე გონია რეალური. რამდენად რეალურია ეს ჩვენი სუბიექტური სიმართლე, ამას დავაკვირდეთ. მოდით სიყვარულით შევხედოთ ერთმანეთს. ლანძღვა და სხვისი აზრის უარყოფა ეს არ არის პასუხისმგებლობის არა, ამაშია საქმე. ამიტომ ნახე ვიღაცა დამნაშავეა, ზუსტად ეს იწვევს ამას და როდესაც მე მიზანს ვერ აღწევს, ფობიაში გადადის. ნახე ძალიან ბევრი ფობიური სიტუაცია სამყაროში. ნახე ფობია ქრისტიანებისში ეს არ არის, მაგრამ მუსულმანები აი ებრძვიან ქრისტიანებს, იმიტომ რომ მათ ესეთი რელიგია აქვთ, რაღაც სექტა აცხადებს, რომ ეს ესე არ არის. ნახეთ აი
ეს იძუალიზმში ვარ და ზუსტად ეხა მეხუთე განზომილება რა არის ეს მოიხსნება ხო ახლა ჩვენი შეგნება იმდენად სიყვარულში იქნება იმდენად მადლიერი იქნება იმდენად გაიზრდება და ფიზიკურ დონეზე ხდება გაკრისტალებო სიმართლე გითხრათ ნამდვილად ვეგებულობ მაგრამ აი ეს ნახეთ მზიდანაც შემოდის დიდი ენერგიები აქ ხო ეს იწმინდება დედამიწა ამ ნეგატივს ხო ზევიტყვით იცით რა შევა დედამიწა დააკვირდით ამდენი მიწის ზრა ამდენი ხალხო ეს შემთხვევით არ არის რა თქმა უნდა თემმა დაიწყო დაშლა რამ გაგდა არა ამ ძიმე ვიბრაციებმა უარყოფითმა ენერგიებმა და რაც გონია სხივები გამოუშვა ძალიან დიდი სხივები მოდის ძალიან დიდი ენერგიები აქ გახსნელია პირდაპირ ეს ენერგიები და განსაკუთრებით 25 რიცხვიდან მზე იბადება ხო თავიდან მზებუდობაში ვართ ეხლა და დაიბადება 25-ში შემთხვევით არა რომ 25 დეკემბერსა ქრისტე იშვა ეხლა ასტროლოგიურად მე შვიდში გადავიდა 25 და 7 ერთ და იგივეა მაინც ნახეთ ციფრობრივად ერთ და იგივეა და ამიტომ ნახეთ მოდით რა ქრისტესთან ქრისტე დაუბადოთ ჩვენ გულებში დაუბადო ქრისტე ჩვენ გულში რას ნიშნავს მიყვარდეს ვიყო მადლიერი და ვიყო შემნანიებელი თუ როგორ თქვა აი როდესაც მე ყველა უფალი დიდი რითია შემდობელი ხო უფალი ყველას შეუნდობს ნახეთ მოინანიებ მიხვალ და რაცოდვაც არ უნდა იყოს ადამიანების ძალიან რთულია შემდობა აქ უფრო სიტყვა პატიება ალბათ რომ აპატიოს ხვას დაინახო ჩადგემის მდგომარეობა საკუთარ თავს შემდობაზე ვლაპარაკობ ძალიან ხო საკუთარი თავს უნდა შეუნდო მერე მოდის სიყვარული შენ თუ საკუთარ თავზე გაბრაზებული ხარ და შენი სიყვარული არის ანგარებით იმიტომ რომ გაკვეთ ვერ ჩავაბარე დაუშვათ გამოცდა ან მივიღე დაბალი ნიშანი და ფუ ჩემოთაო ხო და გავბრაზობ და მუდმივად გამჯიდა ვამუნათებ ამ საკუთარ თავს ხო ხშირად ეს ფიზიკური სხეული გაგიჟაგაცო მითხარი დავწერე გავაკეთე ყველაფერს მე რატომ აბრალებ მე გვიზალიანდება ხო გვიჯუტდება ეს სხეული არა ამიტომ ნახე მე ჩემი თავი უნდა ჩემი ქცევა ხანდახან მე შეიძლება არ მომწონდეს ნახეთ ესე იგი მე ფიქრობს იმაზე რომ არასწორად მოვიკეცი მაგრამ ეს ქცევა მე ხო არა ვარ ამიტომ უნდა გაიმიჯნოს ეს ყველაფერი და როცა სიყვარულით ხარ ხო ადამიანს თუ სიყვარულია შენში დიდი ვერ გაიმეტებ ვერ მოკლა ვინც გიყვარს ხოს დაარტყა უანგარო სიყვარულზე ვლაპარაკობ ის ადამიანი მიყვარს იმიტომ რომ მინისტრია იმიტომ რომ ადამიანი იმიტომ რომ მეა პიროვნება ხო აი როცა ჩვენ ვისწავლით საკუთარი თავის უანგაროდ სიყვარულს და სხვის უანგაროდ სიყვარულს ეს ბიჭო რატომ მოგწონსო კაცო სახლი არა აქვს კარი არა აქვს დით არ ყავს სიყვარულმა არ იცის სახლი და კარი ხო ხო ეხლა მატერიალზე რატო ვის მიყვებით ცოლად რას ვაკეთებთ რა მინდა ბევრი ფული ვისაც ააგის და მე ეს ინგრევა ყველაფერი ხალხნა ინგრევა იმიტომ რომ სიყვარული გაყრია და მოდის სიყვარულის დრო დიდი სიყვარულის დრო მოდის თუ დიდი სიყვარული არ იქნება ეს მატერიალური ნახეთ რომ არა აქვს ზიან სახში განიცდიან ჩდება შური ჩდება ბრაზი ჩდება გაუტანლობა ერთმანეთის იმას შე რატო გაქვს ქურდობა ნახეთ უკვე ცოდვები შემოდის რა თქმა უნდა ხო რასა დაუკმაყოფილების ყველაფერი აქედან მოდის ამიტომ მოდით ვიყო კმაყოფილი რაც მაქვს და რამდენი დაავადება არა აქ ადამიანს დაუშვათ ხო ამიტომ მადლიერი ხარ და ვიყო რო არ მაქვს რო ჯამთელი ვარ რამდენი ღმერთმა მისცეს ყველას მე მდიდარი ადამიანი ღმერთმა ყველა ამყოფოს მდიდარი მაგრამ რამდენი უბედურია მდიდარი როგორ ფიქრობ უმრავლესობა ხო რამდენი განცდებია რამდენი სიმდიდრის მონები ხო აი ხშირად ესეთი რამ ხდება ამიტომ ნახეთ დაგჭა რთული პერიოდის ცოტა აჩქარდებაო დრო ხო იყო ნათქვამი მეორე მოსვლის ეშინია დრისი გეშინიათ ხალხო ქრისტე ენერგია მოდის ქრისტესი გამიგე და რა კარგია ღმერთო რა ჯობია მაგას და ზუსტად ეშინოდეს იმას რომ იმიტომ იქნება ეგ ცეცხლით მოიმუსრება თუ წყლით თუ ამით თუ იმით იმიტომ რომ ის უნდა გაიწმინდოს მე ისე ბავშვობიდან არ მესმოდა რატომ და მეშინოდეს ღმერთის
ღმერთს უყვარ ვარ. ღმერთს ყველა ერთნაირად უყვარ. მოშიშობა და შიში ვერ გაარჩიეს ერთმანეთისგან. ხო, მოშიშობა ნიშნავს პატივისცემას. მაგრამ მე სხვა რამე მინდა ვთქვა, ნახე. ღმერთს უყვარ ვარ ყველა ერთნაირად. არ ვარ გამორჩეული შენ, მე ვიღაცა ის ბომჟია, ის მილიონერია. ამას ვლაპარაკობ. მაგრამ ღმერთს უყვარ ვარ იმდენად, რამდენადაც ჩვენ შევიყარებთ. ანუ ჩვენზეა დამოკიდებული. მასთან ურთიერთობაში სიყვარულის აი იმ დოზა, რასაც წამოვიღებთ ეს ხო? ანუ საჭმელს რო ჭამ, იმდენ ჭამ, რამდენიც შეიძლება რომ მოინელო, არა? აი რამდენსაც შენ მისცემ და რამდენად გიყვარს, იმდენად უყვარ ხარ იმასაც. ანუ შენ მოგაქვს იმდენი შენ თავზე. მეტი არაფერი. და მე ბავშვობიდან იცი როგორ ვჯიდი ადამიანებს. მე დავიბადა ისე რომ და დღემდეც ესე ვარ. მე არ მაქვს წყენის გრძნობა. რო ვკითხავ მე რომ ამდენი შეურაცხყოფას როგორ იტან. მე არ მწყინს. დაბადებიდან არ მაქვს ეს განცდა წყენი. წარმოიდგინე ძალიან კარგად. მე შევდივარ იმის მდგომარეობაში და ვირეკლავ იმას. შემამდე არ მოდის. ის თავის ბოლმაში თვითონ არის ჩემი მტერი, თორე იმის ტრობა მე არაფერს არ მიშვება. ჩემთვის არ შეიძლება გაკვეთილი იყოს და პირიქით უფრო წვრთობა იყოს. მაგრამ მივდიოდი ხოლმე ხატთან, სულ პატარა 2-3 წლის მოხდა ჩემი და ვეხვეწებოდი, ხატს ვთხოვდი, რომ ღმერთო, შეიყვარე, შენი დიდი სიყვარულით, მას აკლია შენი სიყვარული. ეს იყო, როგორც ახლა ხვდები, სასჯელი, რითიც მე ვჯიდი. და ეს ყველაზე დიდი რამე ილოცო იმ ადამიანზე, ვინც ეს ყველაზე დიდი ლოცვაა. ყველაზე გულწრფელი სიტყვები არის დიდი ლოცვა და ამიტომ ნახე, ზუსტად ესეთი ისამახ მიმართვა, რომ ის ადამიანები, ვინც დღეს არიან აგრესიულები, მე არ ვერები პოლიტიკაში. ერთ არის ორი დაპირისპირებული მხარე, ხო? ორივე ტოლფასად აგრესიულია მინდა გითხრა. ხო, ორი მხარე რამდენად არის, ხო? შეიძლება მეტი, ანუ ყველა მხარეები, ხო? ყველა ადამიანი, ვინც აგრესიაში ხდება, შენ შეგვიძლია გამოხატო შენი აზრი, ამის უფლება გაქვს და უნდა გამოხატო. გაჩუმება ეს კიდე დანაშაულია, ეს არის თვით დარწმუნება, იმიტომ დღეს ისეთ სიტუაციაშია მსოფლიო და კაცობრიობა, რომ არ შეიძლება საღად მოაზროვნე ადამიანს, ბევრი რამის წინააღმდეგ პროტესტი არ გამოგიჩნდეს. მაგრამ როცა ამას ვერ გამოთქვამ, როცა შენი ხმა არ არის მისაწვდომი ადრესატის სადმე არ მიდის და ესეც შენ ამას ითრგუნა. აქედან მოდის ამდენი ჭიყვი, ამდენი დაავადება, არ ხარ მოსმენილი, არ ხარ გაგებული, ვერ გამოთქვა. აი ამ ყველაფერს აი ეს შეგვიძლია პარასებურს. წყენა გროვდება ყველაზე მეტი. იმიტომ რომ ჩვენ გამონათქვამიც არის ესეთი გადავყლაპე წყენაო, გადავყლაპეო და მე აღარ ყლაპავს და კეტავს. არის ვერ გადავხაშე, ვერ გადავყლაპე. ხო, ამდე ემოცია რო წამოვა და თქოს ბურთი გაგიჭირა. ერთი რამ არის, იცი მარინა? აი ჭიყვების რაოდენობა რომ მოიმატა წლების წინ მაშინ მე გავაკეთე ჩემთვის ძალიან საინტერესო კვლევა ყველაფერს და მივხვდი ერთ რამეს რომ კაცობრიობა აი ეს ხო არის ჯვარი ესე რომ გაშალო ხელები ხო აი აქ არის გადაკვეთის წერტილი ხო ადამიანი რაღაცა დრომდე 33 წლამდე ცოტა მეტი შეიძლება იზრდება თავისთავად ფიზიკურად არ გულეს ხო მორალურად ფსიქოლოგიურად სულიერად და აი აქ უკვე რაღაც ასაკში რომ მოაღწევს მოდის უკვე იმის გადაწყვეტის პერიოდი რომ ის ზევით ავიდეს ამაღლდეს ჯვარზე თუ გაიჭიროს აი ამ მატერიაში ეს არის მატერია ხო მოხდა კაცობრიობის გაჭირა მატერიაში ეხლა წამოვიდა ზევით დადის აი ამ ღერძზე ეს არ არის ზევით აქედან წამოვიდა ის რომ ჭიყვები ფარისებულ ჭიყვას დაემართა გადაკეტა და ამოსაჭრელი გახდა გადაიყარა უბრალოდ ანუ დაძლევაკი არ ხდება ამისი ამოჭრა და გადაყრდება. სხვა შორის ფსიქოთერაპია ძალიან შველის ამ დაავადებებსაც და ფსიქოსომატიკა და როგორც ბატონო. მაგრამ მაგიტომაც შველის ფსიქოთერაპია. რომ ეს ისდება ადამიანი, ხო, ისდება ადამიანი. და არა იოდის დეფიციტი, როგორც ჩვეულებრივი მედიცინა. იოდის დეფიციტი რატო არის? არის მეორადეობა, კი ბატონო. მაგრამ ამით შევსება ეს ის ვერა. ანუ თლიანობაში განიხილება ადამიანი თავისი ენერგეტიკული ველი, თავისი დნმ-ის კვანტური ველი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ეს კვანტური ველიც არის ძალიან აი აბსოლუტურად ინდივიდუალურია. და ამაზე ლაპარაკობდა ზუსტად იუნგი, რომ ის არქეტიპები რომელიც ჩვენ არაცნობიერებში არიან და ჩვენ პირადი არაცნობიერი ცხოვრება აქვს არა პიროვნული არაცნობიერის მანამდე იყო
ამოჩენილი ნათქვამი და განპირობებული ესე დავუშვათ იდი უზენაესი მე და არ მინდა ხა ამ თემაზე ვისაუბრო შორს წაგვიყვანს, მაგრამ იუნგმა კოლექტიურ არაცნობიერზე დაიწყო ლაპარაკი არქეტიპებზე, ხო, და ეროვნულზეც, იმიტომ რომ ეროვნება არის პიროვნება. თუ შენ ეხლა რა ხდება პიროვნების დაკარგვაზეა ლაპარაკი. რას ნიშნავს პიროვნება? გვარი და სახელი არ ჩემი სხეულია, არ ჩემი ემოცია, არ ჩემი ფიქრია, არც ჩემი მე არის პიროვნება. გამიგეთ? მე გვარი და სახელი აქვს მეს. ამიტომ როგორ და მე რა არის მე იდენტობა? რა არის იდენტობა? ხალი ვარ თუ კაცი, რომელი ერის წარმომადგენელი, რა ნაციის წარმომადგენელი, რა სპეციალობის ვარ, მე იდენტობა იცვლება. ნახეთ ექიმებს რაღაც თავისი ლექსიკა აქვს, საუბრის, მუსიკოსების სხვანაირად საუბრობენ და ასე შემდეგ. ხო და განსაკუთრებით ეხლა მე მინდა ჩემს საყვარელ ულამაზეს მომავალს ახალგაზრდობას ვთხოვო. მაქსიმალურად ეცადეთ ბილდ სიტყვაობა მოიშოროთ, ვინც რა თქმა უნდა ხმარობთ ამ სიტყვებს და მიმართოთ ეხლა რაღაცა ესე ტრენდია ერთმანეთთან აი ესეთი მარიაჟობენ ესე. ხო, ესე საუბრობენ. თან მე მახსოვს 90-იანი წლების მე რაღაცა სხვანაირი მელოდიკა გაქვს. რაღაც ბავშვები ვილაპარაკობდნენ ის ყველა თუ გახსოვთ. რაღაცა ესე მელოდიკა გაჩნდა. აი ეხლა არის ბილდ სიტყვაობა ძალიან ბევრი მესმის ხოლმე და ჩემი ტრენდული ხო და ძალიან გთხოვ. ერთი ტრენდი მოიშორეთ ბილდ სიტყვაობა, მეორე რომ ძალიან მუდაშია რომ უფროსი არავინდა არაფერი არ არის ეს ტრენდი პატივისცემა, ნახე ზნეობა, ეს მორალურია. ნახეთ როგორ მოხსნეს ეს ზოგად საკაცობრიო მორალური საკითხები, ღირებულებები, ღირსებები, ბევრი მუშაობა და ჩამოიტანეს ყველაფერი სხვა შორის. ყელი არის ადგილი, რომელიც აკავშირებს, ნახეთ ჩემ ფიზიკურ სხეულს, სადაც ხდება გამოკვება ფიზიკური მუცელი რა არის, ვიტამინები მომაწოდა ეს გარჩევი ფიზიკურ სხეულზე და თავი რა არის, აქ არის გონება, აქ არის ფიქრი, აქ არის აზრი და წარმართვა შენი ღირებულებების და ღირსებების აქ ცხოვრობს ეს. ხო, პირველადი მოთხოვნილებებიც არის კი ბატონო, მაგრამ ნახე, რითი საზღვრაუმე, აი აქ საზღვრაუმე ღმერთისკენ მივდივარ თუ ფიზიკური სხეულისკენ მივდივარ. ზუსტად ის თემა, რაზეც დავიწყეთ ლაპარაკი. ზუსტად მაგის წელიწადი არის ახლა. ესე იგი, ცხენი ბევრ სიმბოლიკაში და ეპოსში მოიაზრება როგორც შუამავალი ზეცასა, მიწას და ქვესკნელ შორის. აი, ნახეთ ორი ცხენია, მე მინახია ესეთი გამოსახულება, შავი და თეთრი ცხენი. რომელ ცხენს გავაჭენებ? თეთრს თუ შავს? რომელს გავაჭენებთ? საით გავაჭენებთ? საით, არა, შავი ცხენი თავისთავად მიდის იქ მატერიალში. მაგას გულისხმობ. ხო, ესეა და თეთრი ცხენი სიმბოლურად ეს ორი ცხენი და ჩვენ ახლა არჩევანი გვაქვს, არასფერი ცხენია. ალისფერი ცხენი რომელმაც უნდა დაწვას ნეგატივი და ზუსტად ეს პერიოდი ახლა ამიტომ ვცნობ თავს და შემდეგ უკვე კრისტალი თეთრი სუფთა, რომელიც შემოდის სუფთა ენერგიებით, იმიტომ რომ ნახეთ მიწიდან ამოდის ალისფერი ენერგია და ციდან მოდის თეთრი მოიასებნისფერო ენერგია, ეს ცხელი ენერგია, ის ცივი ენერგია. ცივიდან კი ამოდის ალი, მაგრამ აი შენ წელან თქვი რომ მზიდან მოდის. ერთ-ერთი სიმბოლო ცხენისა არის მზის სხივი, მზის ენერგია, ანუ მზის სიმხურვალე, მზის ზეცვა თქვათ. რა. და პირველად რა თქვა უფალმა? რა. იყავ ნათელიო და პირველი სხივს ერქვა რა. დიახ. და რანი ვართ? რანი ვიყავი და რანი ვიქნები და საით ვიმართო ჩვენი მზე რა. ხო. ძალიან ბევრი სიმბოლოებია ენაში ჩადებული, ეს ყველაფერი ეხლა იყო სამიმართო ჩვენი მზერა, აი ძალიან კარგია დაიმახსოვრეთ. საით მივმართო ჩვენი მზერა და საით ავიღებთ გეს და მინდა კიდევ ერთი რამ შეგახსენოთ, რომ ცხენი ეს არის ესეთი მატერიალური არა სიმბოლო, არამედ რეალობაში არის ისეთი ცხოველი არსება, რომელსაც თუ კარგად მოაჯდები და კარგი ისა ხედარი ხედარი მას კარგად მართავ და მივიყვანს იქ, სადაც შენ გინდა რომ მიყვიდე. ესეც თავისუფალებაა. თავისუფლება. ეს არის თავისუფლება. გამოცდილება და თავისუფლება. თუ ცხენი ვერ მოთოკე და ეს არის ესეთი ულაყი, რაღაცა ქვია ამას კიდევაც. ცხენი თუ გაგიჟდა, ის ჩამოგაგდებს.
და შეიძლება დაიღუპო კიდევაც. და კიდევ ერთი არის, მე მახსოვს რაღაც მითოლოგიებში, ცხენი არის იმის სიმბოლო, როცა მიყვება ფარა, განსაკუთრებით მიყვებიან თხები, რატომაც და ანუ არა ცხვრები, არამედ თხები, ეს საყურებლებოა. და ის უსკულის პირას რომ მიდის, ყალღზე დგება და არ გადახტება, რტო ჭკვიანია. და აი ეს თხები, რომლებსაც ეს ის მინდობილია. ისინი პირდაპირ ვარდებიან იმაში უსკულში. ეს ის გასათვალისწინებელია. ნუ გახდებით მეგობრებო, იმ თხის როლში ნუ ჩადგებით, რომელსაც ცხენი გადაიყოლებს, უბრალოდ კი არ გადაიყოლებს, გადააგდებს, ანუ მოატყუებს. ასე რომ ძალიან ფხიზლად უნდა ვიყვეთ, ფრთხილად უნდა ვიყვეთ და გამოვიყენოთ მაქსიმალურად. ეს წელი, ეს არის შეიძლება ითქვა საკრალური დრო, ეს არის აი ახლა ეს პერიოდი. აი ეს პერიოდი, ამ მთელი წელიწადი ესეთია და ამ პერიოდში ახლა როცა ღია არის მთელი ასტრალი და აი საახალწლოდ ვიცი ბევრი ენერგიები შემოდის, აი ძალიან ბევრი. ძალიან ბევრი. როცა გადართვა ხდება ყოველ წელს, ერთი სპირალიდან მეორეზე, ეს ხდება ახალი წლის პერიოდში და წელს კიდე დაჩქარებული დროის შეკუმშული სიტუაციის მომენტში კიდე სხვანაირად არის და სწრაფად ხდება. აი ამ დროს ძალიან ფრთხილად იყავით თქვენ ფიქრებთან, თქვენ სიტყვებთან. აი ქალბატონო მარინამ ძალიან კარგად ახსნა სიტყვის ძალა, ვიბრაცია. რასაც თქვენ იტყვით, ის ათმაგად ისმის, როგორც ასტრალში და კოსმოსში, ასევე მიწაში. ყველა ნათქვამი ნეგატიური სიტყვა, ყველა ბუროტის სიტყვა, ყველა შეურაცხყოფელი გამოხატულება, ინტონაცია, ხმამაღალი ნათქვამი, ხმამაღალი არა კარგი, შეიძლება კარგიც იყოს ემოცია და ხმამაღლა თქვა. აგრესიული ნათქვამი, აი თითქოს პირდაპირ აძლიერებს ბოროტ ძალებს და თქვენ თვითონ ხდებით. იმას კი ყვებავთ ერთ-ერთია, მაგრამ თქვენ თვითონ ხდებით მისი მონა. თქვენ გარშემო იქნება აი ეს ველი, თქვენ თვითონ ხდით ამ ნეგატივს. ის აურა, რომელიც ხმევე გაავადებთ, თქვენ ღეყუბავთ, თვით განადგურების პროგრამას იყენებთ ამითი და თუ არ გინდათ რომ გაინადგუროთ საკუთარი ჯავი, არა მარტო მტერი, თქვენ ნადგურდებით პირველ რიგში. ერთი არის ხმლით ბრძოლა და მეორე არის სიტყვით ბრძოლა, რაც გაცილებით უფრო დამანგრეველია, ხომ ესე გაგონია. თქმა უნდა. სიტყვა ღმერთია და ის ვიბრაცია, გარდა იმისა, რომ გაზიანებთ თქვენ, ის მიდის მიწაში. ის ან უნდა დაიწვას ის ენერგია, როგორც თქვენ თქვით, ანუ მოიქაფოს და შემდეგ დაიწვას აი მსხივით, ან უნდა ჩავიდეს მიწაში და გამოიწვიოს რა? მიწისძვრები, კატაკლიზმები, კატასტროფები, ანუ დედამიწა აპროტესტებს. დედამიწას ხომ მოქმედი, ცოცხალი ორგანიზმია, ხომ არ არის რაღაც ქვების და მთების გროვა, არა? აი ამას შეხედეთ ესეთი თვალით ყველაფერს. ჩვენ გარშემო დნმ-დან და უჯრედიდან დაწყებული კოსმოსი დამთავრებული ყველაფერი ვიბრირებს. ყველაფერი, კი ბატონო. ასე რომ გამოვიყენოთ აი ეს პერიოდი, შევხვდეთ ახალ წელს პოზიტიური განწყობით, იმის იმედით და იმის ცოდნით, რომლითაც ჩვენ შეგაიარაღეთ, რომ ჩვენ ვართ საოცარი გენის მატარებელი, რომ ჩვენ ვართ ძალიან ძლიერი დნმ, რომელიც უნდა გავაღვიზოთ ჩვენში, რომლის აფეთქების დროს მოვიდა, რომ ჩვენ გარშემო უნდა მოხდეს საოცრად სერიოზული გარდატეხის პერიოდები, რომლებსაც ჩვენ უნდა შევეგუოთ ჩვენი ფიზიკური სხეულითაც, ჩვენი ფსიქიკითაც და ჩვენი აზროვნებითაც. რთული წლები გველის, ეს ვიცით, ყველამ დავშნობთ ამას. არ არის ახლა პარაკი, რომ გაიღვიძებ ხვალ პირდაპირ ესეთ სამყაროში, სადაც არის სიყვარული და არ არის ბოროტება, მაგრამ ჩვენზეა დამოკიდებული. განვაგებთ. ჩვენ ყველა ჩვენთაგანმა პატარა ამური დავდოთ აი ამ კეთილი სამყაროს აშენებაში, რომელშიც ჩვენ გვინდა რომ ვიცხოვროთ, ჩვენ ხომ გვინდა რომ გადავრჩეთ. ამიტომ დილოსანთ ახალ წელს გისურვებთ ჯანმრთელობას პირველ რიგში, როგორც ექიმი, სრულ ჭკუაზე დარჩენას, იმიტომ რომ ეს საკმაოდ რთულია დღეს გაერკვა იმაში თუ რა ხდება და არ ჩათვალო რომ რაღაცა გაუბერე და რაღაც გამიжди, სრულ ჭკუაზე დარჩენას, წონასწორობის შენარჩუნებას და საკუთარი თავის და ადგილის პოვნას აი იმ ახალ სამყაროში, რომელსაც ჩვენ გვინდა თუ არა შევდივართ. როგორ შეღავ ჩვენზეა დამოკიდებული. და კიდევ ერთ რამეს გეტყვით, ღამის 12 საათზე როცა ხვდებით ახალ წელს და ეს იქნება 31-ში, ეს იქნება შემდეგ 14-ში, ეს იქნება შობა 7-ში, ეს იქნება შემდეგ 17-ში ჩინური, 4-ვე შეგიძლიათ გამოიყენოთ და შეხვდეთ
თავიდან აი ამ ახალ წელს მიულოცოთ ერთმანეთს, გავახაროთ ერთმანეთი, ვიმხიარულოთ, შევექმნათ პოზიტიური განწყობა და გავაოთხმაგოთ, ესე ვთქვათ, ჩვენი დადებითი სურვილები. და წელს ნუისურვებთ რაღაც მატერიალურს, მინდა ეს და მინდა ის არა. ვისურვოთ, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, აი ამ გადარეულ მსოფლიო პოლიტიკაში გამოვიდეთ მინიმალური დანაკარგებით და უვნებლები უпростоრად და ღმერთს ვთხოვოთ, რომ დაგვიფაროს ყველაფერი ბოროტისაგან. ამისათვის ავიღოთ მარჯვენა ხელში სანთელი, რასაც მე ყოველ წელიწადს ვიმეორებ და გასწავლით ხოლმე და მარცხენა ხელში ყოველთვის ვამბობ, დაიკავეთ წითელი ღვინო. წელს იქნება გამონაკლისი და მე გთავაზობთ ჩემი წოდიდან გამომდინარე, წელს აიღოთ გამჭვირვალე ბოკალი, ან ჭირხაშუშის და მარცხენა ხელში დაიკავოთ წყალი, ჩვეულებრივი წყალი. ვისაც უდომაგავთ და ახლოს გაქვთ წყარო, სასურველია ეს იყოს წყაროს წყალი. ვინც არა და ნუ ჩვეულებრივი ოკადის წყალით შეიძლება შემოვიფაროთ. სანთელი მარჯვენა ხელში, სუფთა წყალი მარცხენაში, ავიხედოთ საში და ვთხოვოთ ღმერთს, რომ გადაარჩინოს ჩვენი გენი, გადაარჩინოს ჩვენი ერი და დაიცვას ჩვენი ტერიტორიალური მთლიანობა. რომ საქართველოში ცხოვრობდეთ ქართველები, რომლებიც გამრავლდებით, რომლებიც ალმაღლდებით და რომლებისგანაც, როგორც არის ნაწინასწარმეტყველები, გადარჩება მთელი ცივილიზაცია. და გავიხსენოთ მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება ამასთან დაკავშირებით. კიდე მინდა გავიხსენო, რომ ჩვენ ქართველები ვამბობ, მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე. ეს არის და სეროფიმ საროვერს მოდი გავიხსენოთ და აი ნახეთ წყალობა მომეცი ღმერთო. ნახეთ და აი მოვიდა ეს დრო, როცა ჩვენ უნდა შეგვიწყალოს ღმერთმა. აი ძალიან სიმბოლურია აი ეს თქვენი მოცემული როგორ დავარქვათ ამას არც ვიცი. რიტუალი, ფერიების რიტუალი, სურვილების რიტუალი დავარქვათ. სიკეთი და სურვილების რიტუალი დავარქვათ. მე ეს იდეა რომ წელს არ უნდა იყოს წითელი ღვინო, თუმცა ის წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ პრიორიტეტი უნდა მიეცეს წყალს, სუფთა წყალს. სურვილების ჩაფიქრების დროს, არა ღვინო, ჩაფიქრების დროს. ესეც მე მომივიდა რაღაც ალბათ არ არის უბრალოდ მარტო ჩემი ნაფიქრი. დილის 6 საათზე რომ გაგეგვიძება ხანდახან და რაღაც საათგაციდან მოდის ინფორმაცია, აი ზუსტად ეს მოწოდებული ინფორმაცია ზევიდან. როცა გავაანალიზე, მივხვდი მის სიღრმისეულ მე ხა გავაანალიზე რატო წყალი ხა თქვენ რო თქვი დაიჭირე ხო რომ აი მიწყალე ღმერთო აი პირდაპირ ჩემთან წამოვიდა წყალობა მომეცი ღმერთო მიწყალე შეგვიწყალე ჩვენ ნახეთ აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ლოცვაა და კიდევ ერთი მინდა თქვა შემთხვევითი არ არის რომ ახლა იმიტომ რომ წყალი მალე გახდება მეგობრებო ყველაზე ძვირფასი რამ მთელ პლანეტაზე და არა მარტო ჩვენ პლანეტაზე აგერ მარსზე, ვენერაზე და აქეთ-იქით, იქაც არ არის წყალი, იქაც დეფიციტშია როგორც ირკვევა. ასე რომ მე წყლის ეპოქაში ვარ თან. ხო. ასე რომ დავაფასოთ ის სიმდიდრე რა ჩვენ გვაქვს. და მინდა კიდევ ერთი თქვა რომ ჩვენი წყლის რესურსები გვემართა სწორად და კიდე შეგვიძლია ამის კეთება. არა, მოვა დრო და აუცილებლად ეს მოხდება. აუცილებლად იმიტომ გვაქვს ჩვენ ეს სიმდიდრე. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არის საოცარი სიმდიდრე. twinot არ უნდა გავასხვისოთ ამის. არა მგონია თუ სიყვარული გვექნება, twinot გავიზარდოთ ყველაფერს, ყველაფერი დაგვიბრუნდება. გილოცავთ კიდევ ერთხელ. და მოხარულები ვიქნებით, თუ კი ჩვენთან ერთად ღამის 12 საათზე, 1 საათზე ჩაიფიქრებთ, ითხოვთ და ვითხოვოთ და მოგვეცემა. ვითხოვთ იმას, რა ჩვენ ჩამოვთვალეთ. ანუ რას? სიხარულს, სიყვარულს, ბედნიერებას, ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, ჯანმრთელ სიმშვიდეს სიყვარულს. კი ბატონო.